როგორ წარვადგინოთ დღევანდელი ჩვენი სტუმარი? მე მგონი ყველაზე ენერგიული, ხიარული, ხმაურიანი, ოჯახის მუჭუჭი შეიძლება ითქვას, კიდე რას დაამატებდი? მიმზიდველი, გოგოების გულთამპყრობელი, ტიკტოკერი, არაჩვეულებრივი ადამიანი, კამკუსი. აბა როგორ ხარ? ძალიან კარგად ვარ, ზიანი ამიტია, მაგრამ თითქოს ხელები მეყინება რა. ეხლა ნუ ითხოვ ჩახუტებას. ოღონდ არ ჭირდება ზოგადად ეს დამიჭირე ხა, მოდი გაგიკეთო მიკროფონი. მაგ ყველაფერს ხო იტყვირი სითქმაც გინდა? მაგისთვის ვარ მოსული რომ სხვა ის სიტყვას უნდა. გადასარევი. მოდი დავიწყოთ სულ თავიდან. სულ თავიდან უნდა დავიწყოთ, მაშინ მოდი გავიხადოთ და აი რას ნიშნავს ადამიანი, როდესაც ვარჯიშობს, არცივა. აბა მიდი მოკალათდი. მითხარი ხა პირველი ვიდეო მე რო ვნახე, ძალიან კარგ განწყობაზე დავდექი და გიყურებდით ფაქტიურად მთელი ოჯახი. ელოდი რომ ამ ხელა გამოხმაურება ექნებოდა შენს ვიდეოს? აი სიმართლე რო გითხრა ხო, არათუ მაშინ მეგონა, არამედ ახლაც კი მგონია რომ ყოველი ვიდეო ბოლო ვიდეო იქნება. გარდა იმ შემთხვევებში, როცა აი მართლა რაღაც აი ოჯახური კარგი სიტუაციაა რა. შენ ისეთი ოჯახი ყავს, მე მგონი ბოლო კი არა, ყოველდღე იქნება 5-10 ვიდეო. შენი კონტენტის მთავარი გმირი შეიძლება ითქვას, რომ არის არაჩვეულებრივი ბაბუა, ხო? რომლის ესე იგი ყურება მე არასდროს მბეზრდება. აი როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, როგორ დაითანხმე? კაცი რომელიც იყო საშიში, თოფიანი, მონადირე და ორ სიტყვას არ ამბობდა გადამბულად, უცებ გახდა აი ახალგაზრდა შოუმენი, რაღაც ახალგაზრდობის, რა ქვია, ლოკომოტივი, რომ მე რო აღარ შემიძლია ის მიდის წინ რა, არ ვიცი, აი ალბათ მიხვდა რომ ანუ ამიაში აღარაფერი აღარ ყრია, ამ ნადირობაში, ამ მოხუც ხალხშიო და ეძმაკაცები ახლა თავისი ძმაკაცების შვილებს და შვილიშვილებს. ანუ დაუბრუნე ფაქტიურად ახალგაზრდობა, ხო? მაგ მიხარია რა, მართლა გზნობ რომ ეგრეა რა, კი, როგორც პატარა ბავშვი, ისე კომენტვალები რამე შევეdo, ბაბუა აქ, ბაბუა იქ. ახლა ჩამოვედი საკვიპროსიდან, ევრობასკეტზე ვიყავით ერთად და რა ვიცი, ვცდილობ რომ არ დავაბერო რა. ძალიან მომწონს ბაბუა რო ყავდა კლუბში წაყვანილი ეს ვიდეო და აი რა ემოციები ქონდა ჯერ რომ მიხვედით კლუბში და მერე რომ უკვე გაერთეთ და წამოხვედით სახლში. ანუ სიტყვით მახსოვს რომ ეს არის ცხოვრება ბაბუაო რა და რატო დევიბადე ამ 70-იანებშიო თუ 60-იანი დავბადებულიყავი 2000-იანებში არ შეიძლება. ანუ ზუსტად ეგ თქვა რომ ანუ კაცი არის ვიძახით ხოლმე რა მაგისტრო არის დაბადებული რომ შოუ ვაკეთოს რა. აჰა. აი მაგიტო დაიბადა რომ აი გაერთოს, იგულაოს, მოილხინოს, ითამადოს, რაღაც ეგეთი რა. აი როდესაც ესეთ ოჯახში იზრდები, სადაც დედმამას განსაკუთრებულად უყვართ ერთმანეთი, პატივს სცემენ, შენ შემთხვევაში აი როგორ არის ხა თავისუფალია შენი გული თუ უკვე დაკავებულია? როგორი გოგოები მოგწონს ანუ ამის აჰა შეხედი ახლა როგორი ოჯახიდან დაიწყო და მოუარა გაიგე პირველ რიგში ჩემი აზრით არის პატივისცემა რა ადამიანის რა და იმ პატივისცემაში გამოიხატება მერე სიყვარული ხანდახან სიყვარულით შეიძლება ადამიანი აიღო და ცემო რა ვიცი გაჩეჩო როგორც ახლა პრობლემა იცოდნენ ხოლმე ადრე რა და უყვირო სიყვარულით შეიძლება სიყვარული რაღაც აუკრძალო მაგრამ თუ ჯერ პატივისცემა იქ არც ხმა მაღალი საუბარი არ არის, არც გაჩეჩვა არ არის, არც აკრძალო არ არის და პირველ რიგში არის ჯერ პატივისცემა რა. რაც შეეხება გოგოს და მიყვარს თუ არა ახლა ვინმე, არა, ამ ეტაპზე არა რა. მოიძახიან რომ აი ცისფერთვალება რა მნიშვნელობა აქვს თუ ჩემი სული და ჩემი პიროვნება გაუგებს მას, თუ გინდა წითური იყოს, თუ გინდა რა მწვანე თვალები ქონდეს, თუ გინდა 1.80 იყოს, თუ გინდა რავია, დაბალიო, მნიშვნელობა არ აქვს. თავარია რომ კონდეს კაი იუმორის გრძნობა. იუმორის გრძნობაც აუცილებელია, მაგის გარეშე მე ვერ ამიტან, გაიგე? კამკუს, შენი ბოლო ვიდეო ვნახე, სადაც მამაკაცებს მოუწოდებ, რომ ქალბატონებს გაუხარონ გული, ხო და აჩუქონ საჩუქრები, ყვავილები, გაანებივრონ და მე პირადად ძალიან მომეწონა ეს წამოწყება. და შენ რა რაც არ მოგეწონებოდა ეს მინდა რომ გავიმეოროთ ბევრჯერ და გავიმეოროთ აბა გისმენთ სამწუხაროდ ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ აი მეუღლეები, ძმები და აი უფროსი მამაკაცები ფიქრობენ რომ აი რაღაც ახლა 20 წელია მე დამყავს ან 20 წელია მეუღლე მყავს ეგ იმას ნიშნავს რომ ჩვენ
აღარც ყვავილი აღარ უნდა ვაჩუქოთ მიზეზოდ, აღარც საჩუქარი აღარ უნდა ვაჩუქოთ, რაღაც განსაკუთრებული რამე გავაკეთოთ, რომ თითქოს ის ნაპერწკალი ხელახლა გავაღურვოთ რა, ანუ ფიქრობენ რომ ეგ აიყო ადრე კაცო რა, ანუ ბევრჯერ გამიგონია კაცისგან რომ უთქვამს რომ მე აღარ ვარო 18 წლის ბიჭიო, უკვე ჩემი ცოლი არისო და რაღაც საჭიროა ეგეთი რაღაცაო. თითქოს გონიათ რომ რაღაც ცოლია და რაღაც ამდენი ხანი ცხოვრობენ, მაგ აკავებს იმ ქალს რა, არა და მე ვფიქრობ რომ ანუ პირიქით აი საჭმელი ხო უნდა ყოველდღე ადამიანს რა, წყალი ხო უნდა. და რატო არ ფიქრობენ რატო არ ფიქრობს ხალხი რომ მის სულს, მის შინაგან სამყაროს სჭირდება ის საკვებად, რომ ხელახლა დაინთოს ცეცხლი მასში და უფრო გაღვიდეს და უფრო გაძლიერდეს ის სიყვარული. არავინ არ იცის 20 წლის მერე უფრო გაუხარდება ქალს და ცოლს შენგან თაიგული თუ მასში როცა შეყვარებულები იყავით და ახალი გაცნობილი იყავით ერთმანეთი რა. მაგის გარდა მთავარი მიზეზი არის ხოლმე ჩემდებთან ის რომ აი მიხვდნენ თავიანთი თავის ფასს. აი გაიზრდებიან მერე და მამაკაცები გამოჩნდებიან მათ ცხოვრებაში. ხო და მათ უკვე უნდა ჰქონდეს თავისი სტანდარტები. რომელიც ძმა რომელიც მიდის და ყვავილებს შუქნის ეფერება, კოცნის ეხუტება, ხმამაღლა არ ესაუბრება და თავს როგორც პრინცესა და როგორც დედოფალი აგზნობინებს, მერე ვიღაცა რომ მოვა ასე ქუჩიდან და მანქანით რომ გაუვლის და რაღაც იაფასიან მოძრაობებს რომ გაუკეთებს. მე არ მოეწონება ის და ეგ ეწოდინება რომ მე ასეთი სტანდარტ მე ვარ პრინცესა და ეს ვინ არის ეს ტიპი რაც ძილობს ჩემთან და მაგით ვფიქრობ რომ მათ სტანდარტები ავამაღლო რა. აი ხა გისმენ რომ ვუსმენ შენ საუბარს უკვე ხვდები თუ რატომ მოსვენს ეს ადამიანი გოგოებს. არა მაგას არ ვიცოდი, არ ვიცი. ქუჩაში გზნობ ხოლმე ადამიანების სიყვარულს, მაგრამ ისე ვთქვა გამორჩეულად გოგოებისგან მოდიოდეს სიყვარული, არ ვიტყოდი ეგრე, მაგრამ რა ვიცი. ხო და ძალიან ცუდი ამ ინტერვიუს შემდეგ დარწმუნებული ვარ რომ უფრო და უფრო იგრძნობ გოგოების სითბოს და სიყვარულს. ნუ ხო რა ვიცი. მე სამწუხაროდ ნუ არ ვიცი, მაგაზე ვერ ვსვეგეთ. გაწითლდა. წავიდა. გოგოებო, საუკეთესო სასიძო. სიმპათიური, ჭკვიანი, მხიარული და ახლა უკვე ბიზნესმენი. მოიცადე, კაც რა ხდება, მელოდება ვინმე რაკეთება. აბა გითხარი შენი ახალი სტარტაპის შესახებ რა წამოიწყე? სტარტაპი არ არის, ნახე, არ ვერც ვიტყოდი რომ წამოვიწყე რა, ანუ მამას ჰქონდა წლებია და აქვს უკვე თავისი ბიზნესი სამშენებლო მიმართულებით რა და მე უბრალოდ ახალი გავაკეთე ის რომ დასავლეთიდან მარტო აი თქვათ აჭარა და რაღაცა დასავლეთ საქართველოსდან გადმოვიტანეს მთელ საქართველოში გავხადე ციფრული და უკვე ყველა მიწის მაგის შესახებ რა. ეს არის მძიმე სპეცტექნიკის გაქირავება. ასეო ჩამოვყავს ყიდით და რაღაც გავს ისე რომ თქვა მე წამოვიწყე და მე ვარ სრული ჩადგმელი, არა, მე უბრალოდ გავათანამედროვე და მეტ ადამიანს გავაგებინე ჩვენ შესახებ. გადასარევი კანკუს შენ ისეთიანი ენერგიული ხარ, დარწმუნებული ვარ რომ შენ ბიზნესაც ესე იგი მალე შეეთყობა ეს ამბავი. უკვე შეეთყო ცოტა. უკვე შეეთყო, ხო, ძალიან კარგი და ბოლოს აუცილებლად ისე ვერ გაგიშვებ, აი დავიჭიროთ ეს უბრალოდ შენ დაიჭირე და გითხარი შენი მთავარი სათქმელი რა არის? რისი თქმა გინდა? რისი თქმა მინდა და ადამიანებო მინდა რომ სიყვარული და პატივისცემა გავხადოთ ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი. არა მარტო ოჯახის წევრების მიმართ, არამედ გარშემოყოფების მიმართ. მეგობრები, მაღაზიაში მოლარე, ქუჩაში გამვლელი, თქვენი კურსელი, ვინც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ იცოდეთ რომ ამ დედამიწაზე ერთი წყლის წვეთი არ იკარგება რა, ჩამოვარდება, აორთულდება და ჩამოვა ისევ. და როგორ შეიძლება ადამიანის გაკეთებული სიკეთი ან რაღაც კარგი ნაბიჯი დაიკარგოს. ხო და ვფიქრობ რომ მაგ სიკეთე და სიმღერა თქვენ უკან დაგიბრუნდებათ და ხო და ეს არის ჩემი სათქმელი რომ არასოდეს არ დავკარგოთ ადამიანებმა სიყვარულის ძალა. ძირითად შემთხვევაში მე ვარ ხოლმე დომინანტი როგორც შეეფერება ეს გუშინ დავუაგეთ აქ სპეციალურად თქვენთვის. პარამ. აქ მე მუსიკა დაადი მოდი კიდე მოდი. ესე იგი არის ნოტაზე. გეში თამები ძალიან დიდი მადლობა რომ მართლა დრო დამიწყეთ, რა ვიცი.